გამწუთებში მატყობინებენ, რომ მარიამ მელიქიშვილის პროცესი გადაიდო, ახლა ველოდებით სესილი ბუთხუზის პროცესს, ორივე მათგანს ედავებიან 18 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ადვოკატის განმარტებით. ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი აბსურდი, რადგან ეს ადამიანები მშვიდობიანად და დემოკრატიულად გამოხატავდნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე საკუთარ პროტესტს და ორივე მათგანის პოზიციაც მათ შორის არის იდენტური. ამბობენ, რომ თუ კი ახლა ისინი დაისჯებიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე პროტესტისა და ტროტუარზე გომის გამო არ გაუკვირდებათ, თუ კი ამის შემდგომი ნაბიჯი ქართული ოცნების მხრიდან იქნება ადამიანების დაკავება საკუთარი სახლის მიმდებარე ტროტუარზე დგომის გამო. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, რადგან ორივე მათგანის მოსამართლე დღეს არის სწორედ ცაცუა, არც ერთისთვის არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ბუთხუზით, რომელიც ახლა ელოდება საკუთარი პროცესის დაწყებას, ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება ისე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე, რომ ვერც დაპატიმრება, ვერც ჯარიმა, ვერც ჭხრეკარაც წინა დღეების განმავლობაში ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე მათ ვერ შეაშინებთ, რადგან მათი მიზანი არის გაცილებით უფრო ძლიერი ქვეყნის გადარჩენასთან დაკავშირებით, ვიდრე რაიმე ნებისმიერი რეპრესიული კანონი თუ ქმედება ქართული ოცნების მხრიდან. 18 დეკემბრის ტროტუარის გადაკეთვაზე ვარ. უკვე მეოთხე სხდომაა ჩემი საქმის და წინაზე შესაძლოა მტკიცებულება ვერ წარმოადგინე, რომ მოგვეცითო და არ ვიცი რომ მტკიცებულება უნდა იყოს, იმიტომ რომ სრული სიგიჟე რა. გზაზეც გიჭერენ, ტროტუარზეც გიჭერენ და სავალ ნაწილზე დგომისთვის ქალაქში, კონკრეტულად რუსთაველზე უკვე ყველას შეუძლიათ რომ გაასამართლონ. შეიძლება პატიმრობაში გამოიშვან, შეიძლება სიტყვიერი გამოცდილება, მაგრამ ეგ იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს ტროტუარზე დგომისთვის სისხლის სამართლის საქმე აღსრენ ჩემ წინააღმდეგ და სხვა გასამართლებული ადამიანების წინააღმდეგ. ყველაფრის დარღვევა რისთვისაც კი ვიბრძოდით ამდენი წელი მართლა, იმიტომ რომ არაფერში არ ჩნდება ის, რომ ადამიანი დააკავა ტროტუარზე დგომის გამო. ეგრე შეუძლიათ, რომ საკუთარი სახლის წინ ტროტუარზეც დამაკავონ, ხო? ანუ ლოგიკაში არ ჩნდება არაფერში. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ვინმეს გადაადგილებაში ხელი შეუშალეს. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები ვერ პასუხობს მარტივ შეკითხვაზე, როგორ უნდა დამდგარიყვნენ ტროტუარზე, მაშინ ისე, რომ არ დაეჯარიმებინათ და სახელი არ დაედო და საქმე სასამართლოში არ წაეყოთ. მთავარი რაც არის ის, რომ ადმინისტრაციული სამართალოს ოლქი არის შედგენილი ხარვეზით და ბათილია გამომდინარე იქიდან, რომ შედგენის თარიღი არასწორადაა მითითებული. ყველაფერი ამის მიუხედავად კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, რომ დაიცვან ბალანსი მოქალაქეების უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო უგულებელყოფს და მთავარი რასაც აკეთებს და მთავარი мотиваცია ყველაფრის არის ის, რომ გააჩუმოს ადამიანები, რომლებიც აკეთებენ და ამბობენ იმას, რის ნახვაც და მოსმენას ქართულ ოცნებას არ უნდა. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ადამიანების დაკავება დაიწყო ტროტუარზე დგომის გამო, შეინიშნება დაახლოებით ორგვარი პრაქტიკა და ტენდენცია. აქტივისტების ნაწილს სიტყვიერი შენიშვნისა და გაფრთხილების საფუძველზე უშვებენ და ათავისუფლებენ სასამართლოს დარბაზიდან, ნაწილს კი უშვებენ იზოლატორში რამდენიმე დღით. თუმცა ყველაზე პარადოქსული ამ პროცესში არის ის, რომ ყოველი აქტივისტი, აქციის მონაწილე ამბობს, რომ მათ იდენტური გამოხატვის ფორმები აქვთ პროტესტის, ყოველი მათგანი მშვიდობიანად, დემოკრატიულად, არაძალადობრივად დგას ტროტუარზე. ან შაბათის შემთხვევაში მოყვებიან მარშებს, ამიტომ ვერ ხვდებიან ვისთან მიმართებით და რატომ იღებს გადაწყვეტილებას სასამართლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით და რატომ უშვებს ნაწილს სახლში. მოკლედ ასეთი პროცესებია ახლა საქალაქო სასამართლოში. ტროტუარზე დგომის გამო იქნება ეს თუ გზის გადაკეტვის გამო, დაკავება თუ თუნდაც სიტყვიერი გაფრთხილება, ეს ადამიანები ამბობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეშინების მცდელობაა მშვიდობიანი დემონსტრანტების, რაც მათზე უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ მუშაობს და ბრძოლის გაგრძელებას გამარჯვებამდე ყოველი მათგანი აპირებს.